ირაკლი გობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათ შორისი კომისიის ხდომა გაიმართა. Მოხარული ვართ, რომ ეს ურთიერთობები პოლიტიკური თვალსაზრისით გადაითარგმნა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერაში, რაც ბუნებრივია ახალნიშნულზე აიყვანს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას. და ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავარღვევოთ ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობები და როგორც ეკონომიკური, ასევე სხვა თვალსაზრისით კავშირები ორ ქვეყანას შორის. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პლატფორმას, ამ კომისიის ხდომას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვამტკიცოთ და დავტვირთოთ არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები, გავარღვევოთ ჩვენი მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა და გამოგვეთოთ თანამშრომლობის შესაძლო ახალი მიმართულებები. საქართველოს ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც სად არის ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამკვიდრებას, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა და რა თქმა უნდა მზად ვართ ამ საკითხებზე თანამშრომლობისთვის ჩვენ სომეხ მეგობრებთან და პარტნიორებთან. საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ თქვენ მადლობა თქვენი ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ. საქართველოს მთავრობა ეფექტურად განაგრძობს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის მუშაობას. მოხარული ვართ, რომ საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ ქვეყანას სომეხი ინვესტორებისთვის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სომხურმა ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 40%-ით მოიმატა, ამის გამო ვარ ძალიან მოხარული და რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სომხი ინვესტორებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო იყოს აქტივობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის ჩვენ გვაქვს კონკრეტული ეფექტური მექანიზმები, რომლებიც არის განკუთვნილი უცხოელი ინვესტორებისთვის. ამ მექანიზმებით შევძლებთ სათანადო დახმარება გავუწიოთ კიდევ უფრო მეტ ინვესტორს თქვენი ქვეყნიდან ასეთი ინტერესის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ ვართ მოხარული, რომ საქართველო რჩება ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის ტურისტულად მიმზიდველ ადგილად. ყოველ წელიწად საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს. და ჩვენარი პატარა ქვეყნებისთვის არის რა თქმა უნდა შთამბეჭდავი რაოდენობა. ტურისტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბუნებრივია ჩვენი ქვეყნისთვის, არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ტურიზმი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, რასაც ისედაც აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. აქედან გამომდინარე, სად ვართ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გაღრმავებას საქართველოსა და სომხეთს შორის. საცხარულოა, რომ ჩვენ ორივე მხარე აქტიურად მუშაობთ უცხოელი ტურისტების მოსაზიდად რეგიონში. ჩვენ უცხოელ ტურისტებს თავაზობთ ერთობლივ პაკეტებს და ტურებს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით და თანამშრომლობის გაღრმავება არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის. ასეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების საზღვარგარეთ ცნობადობის გაზრდას და მეტ ერთობლივ ეკონომიკურ აქტივობას. მთლიანობაში კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო, დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. ამისთვის არის მოწოდებული მთელი ჩვენი გუნდი და გვაქვს რა თქმა უნდა ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მომავალშიც. მე წარგვარჩევ პეტკუბახიძე ძვირფასო პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებო, მოგესალმებით ერევანში. კომისიის ხდომა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განვიხილავთ ძალიან კონკრეტულ საკითხებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს, შეთანხმებებს, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენს ქვეყნებზე და ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე. ასევე აძლიერებს ჩვენს ურთიერთობებს, ჩვენს საზოგადოებას აქვს ის ფასეულობების სისტემა, ის კულტურა და ტრადიციები, რომელიც გვაძლიერებს, გვამდიდრებს. სტრატეგიული პარტნიორობის პრიზმაში და თანამშრომლობის ფარგლებში დამოუკიდებელმა სომხეთმა და საქართველომ ქრონოლოგიურად 30 წელზე მეტი წლის განმავლობაში თანამშრომლობა კარგად განავითარეს. გქონია მიღწევები, ბევრი დაბრკოლებაც გადაგვილახავს. მინდა ხაზი გაუსვა იმ დიდ პოტენციალს, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებასა და გამდიდრების კუთხით. ეს თანამშრომლობა არის ის იდეარის მიმართაც ერთგულება გვაქვს ნაკისრი და კონკრეტული პოლიტიკის საფუძველზე შეგვიძლია ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენ სრულად პატივს ვცემთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს კარგი გაგება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა. ყველანაირად
programთ ამისთვის, რომ ამ ბიზნისკენ ვიაროთ. მიმაჩნია, რომ ახალი მიღწევებიც გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი. ჩვენ სხვადასხვა სექტორში იქნება ეს კომუნიკაცია, ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უსაფრთხოება, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა და ხალხთა შორის კონტაქტები. შეგვიძლია ერთობლივი ნაბიჯები გადავდგათ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი, რაც გაზრდის როგორც მგზავრების მიმოსვლას, ასევე საქონლად ბრუნვას და გვექნება საშუალება, რომ იურიდიული და საკანონმდებლო ურთიერთობები დავხვეწოთ ჩვენ ქვეყნებს შორის, რაც შექმნის უფრო გამარტივებულ შესაძლებლობებს ბიზნეს ტრანზაქციების და ოპერაციების განსახორციელებლად. სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით. სამშვიდობო პროექტი ითვალისწინებს ამ რეალობას და ძალიან კონკრეტული სარგებელი შეუძლია მოიტანოს. ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად აქცენტები გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე. ჩვენ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ და მომავალშიც კიდევ უფრო განვავითარებთ თანამშრომლობას.